აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ჟურნალ რიწის საიუბილეო ნომერი დაიბეჭდა. პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს პროექტ მე აფხაზეთისთვის გამარჯვებულებიც. ნომინანტებს შორის იყვნენ გურამ ოდიშარია და ილია თოფურია, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დააჯილდოვა. ამ ჟურნალს აქ ნახევარსაუკუნოვანი ისტორია, შესაბამისად ამ პროცესში აფხაზეთის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს მის განვითარებას. პროექტი მე აფხაზეთისთვის გულისხმობდა წარმატებული ახალგაზრდების წარმატებული მონაწილეების დააჯილდოებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის კულტურის განვითარებაში. ჟურნალ რიცა შეუსრულდა 50 წელი. მე დაახლოებით 8 წლის განმავლობაში ვიყავი რედაქტორი ამ ჟურნალის. მომიწია ომის დროსაც რედაქტორობა. ჟურნალ რიცას ჰქონდა ძალიან დიდი ფუნქცია, მხარში ამოდგებოდა მკითხველს და ეს მკითხველი იყო უპირველესად ქართული მოსახლეობა, რომ მისი ავტორები უნდა წარმოჩენილიყვნენ, რაც უნდა მას დაეკეთებინა მეტი ლიტერატურული ხიდი აიგო ქართველებსა და აფხაზებს შორის.